მოგესალმებით ჩვენო ძვირფასებო. გილოცავთ ჯვართამაღლების დღესასწაულს, რომელიც გუშინდელ დღეს იყო და ღმერთმა მოგვანიჭოს ძალა, რომ ვატაროთ ჩვენი ჯვარი სულის გადასარჩენად. ახლა კი განვაგრძობთ ჩვენ სულიერი დღიურების კითხვას ჩვენი საკვირაო სკოლის ბავშვებთან ერთად და ვნახოთ დღევანდელი დღისთვის რა მოგვიმზადეს. ვკითხულობ წიგნს, რომელსაც ქვია სულიერი მდელო და ამ კვირაში ყველაზე მეტად გამონათქვამი მომეწონა ღმერთი მაშინაც კი სიკეთეს გვანიჭებს, როცა გვსჯის. ანუ როდესაც გვსჯის, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღმერთს არ უყვარვართ. პირიქით, სიკეთეს გვიკეთებს, რომ გამოვსწორდეთ და უფრო კარგ გზას დავადგეთ. მე ვკითხულობ მამაპაის თაწმინდელის მესამე ტომს, სულიერ ბრძოლას და ყველაზე მეტად ამ კვირის საკითხავებიდან მომეწონა ეს გამონათქვამი. თუ კი ადამიანი საკუთარ ნიჭებს არ მოახმარს საკუთარ თავს, მას ეშმა კი მოიხმარს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ღმერთმა ყველას მოგცა შესაძლებლობა, რომ ნიჭი გქონდეს, ანუ ღმერთმა ყველას მოგცა ნიჭი, ხოლო ჩვენ ის არ უნდა დავკარგოთ და უნდა გამოვიყენოთ. მე ვკითხულობ მამაპაის თაწმინდელის პირველ ტომს, სკეველთა და სიყვარულით თანამედროვე ადამიანის შესახებ და ამ კვირაში გამოვარჩევდი ერთ-ერთ ეპიზოდს. სიკეთისთვის უპირველეს ყოვლისა შრომა საჭირო, რომელსაც დიდი ძალისხმევა სჭირდება. მაშინ, როდესაც ბოროტ საქმეში ადამიანს ეშმა კი ეხმარება. მამაპაისი ამით გვეუბნება, რომ სიკეთის გაკეთება ყოველთვის ადვილი არ არის. მას დიდი შრომა და ძალისხმევა სჭირდება, ხოლო ბოროტ საქმის გაკეთება ადამიანს ყოველთვის უადვილდება, რადგან მას ამაში ეშმა კი ეხმარება. მე ვკითხულობ წმინდა იოსებ ისიქასტის ცხოვრებას და სწავლებას და მომეწონა ასეთი რამ. გზა, რომელსაც სიწმინდისკენ მივყავართ, არის სინანული. გონების მობრუნება. რამე თუ ყოველთავეს შევცოდეთ და დაკლებულ ვართ დიდებისგან ღვთისა. სინანულის რაც უფრო მაღალ საფეხურზე ადის ადამიანი, ის უფრო წინ მიიწევს სიწმინდისაკენ. მე ვკითხულობ მამაპაის თაწმინდელის პირველ ტომს და მე ყველაზე მეტად მომეწონა ეს გამონათქვამი. ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა. ამ გამონათქვამის მთავარი აზრი არის ის, რომ ადამიანი უმეტესწილად მიდრეკელია ამ ცხოვრებისეული მისწრაფებებისკენ და ამ ცხოვრებაში რაც შეუძლია იმას აკეთებს, თუმცა ყოველივე ამის გამო ავიწყდება სულიერი. და სწორედ ამის გამო გვეუბნება იესო ქრისტე, რომ პირველად სასუფეველი უნდა ვეძიოთ და დანარჩენი თვითონვე მოვა. მე ვკითხულობ მამაპაისის წიგნს და ამ კვირიდან ყველაზე მეტად მომეწონა ეს გამონათქვამი. კეთილად ეძიებთ ცათა სასუფეველს. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები პირველად უნდა ეძიებდეთ ცათა სასუფეველს და შემდეგ ღმერთი დანარჩენს თვითონვე მოგვილენს და ჩვენ მარტო ცათა სასუფეველს უნდა ვეძიებდეთ და სიკეთეებს უნდა ვაკეთებდეთ. მე ვკითხულობ მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის წიგნს საუბრება ღმერთსა და ადამიანსა და ამ კვირაში მომეწონა ეს გამონათქვამი. ღმერთი შემოვიდა ისტორიაში ესო ქრისტედ განსხეულებული. გახდა ადამიანი და საქმით გვიჩვენა, რომ შეიძლება გაიარო ცხოვრების მთელი შემზარავება, ტანჯვა და არასოდეს შეგიპყროს მერყეობამ, არც სიყვარულში, არც სიმართლეში და არც სიწმინდეში. ღმერთი ადამიანად მოვიდა, მოგცა მაგალით და გვაჩვენა, რომ ყოველგვარი ტანჯვის, ტკივილის და დამცირების მიუხედავად ერთმანეთი მაინც უნდა გვუყვარდეს. კაცი გაცილებით მეცესყიდა, არა, ჯერ ვიტყვი. მე ვკითხულობ მამა ეფრემ კატუნაკელის წიგნს და მე ამ კვირაში წავიკითხე ასეთი გამონათქვამი. კაცი გაცილებით მეცესყიდას მიიღებს ღვთისგან, როცა უსამართლობა შეხვდება და მოითმენს, ვიდრე მაშინ, როდესაც ის მოწყალებას გასცემს. მე ვკითხულობ მამაპაისის პირველ ტომს და მე მომეწონა ესეთი ფრაზა. აშკარა ადამიანი რას აკეთებს გულის და რას არა. ეს ნიშნავს, რომ როცა გული ხურობს, მისი ლოცვა აუცილებლად შესრულდება. ხოლო როცა ადამიანი მოვალეობის მოხდის მიზნით აკეთებს რაღაცას, იგი არ დაფასდება. მე ვკითხულობ მამაპაისი თაწმინდელის მეორე ტომს, სულიერი გამოღვიძება და ამ კვირაში ჩემი საყვარელი გამონათქვამი იყო. თუ გსურს ეკლესიას დაეხმარო, ეცა და სხვები კი არა, საკუთარი თავი გამოასწორო. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ დღესდღეობით ეკლესიაში
და ისედაც ეს პრობლემა ყოველთვის იყო. ადამიანს საკუთარი თავის გამოსწორებას სხვისი განკითხვა უფრო უიოლდება და საკუთარ თავს იმიტომ ვერ ასწორებს, რომ ამ ყველაფერს შრომა ჭირდება და სხვისი განკითხვა შედარებით უფრო იოლია. მაგრამ თუ ყველა ადამიანი საკუთარ თავს გამოასწორებს, ეკლესიაში სიმშვიდე და სიწესრიგე დამყარდება და ამავდროულად თუ საკუთარი თავით დავკავდებით, ეს ბევრად უფრო კარგი იქნება სხვა ადამიანების სულებისთვის, ვიდრე ის რომ სხვაგან ვიკითხოთ. გითხოთ მამაპაისის მეორე ტომს. სანთელი ეს ანტენაა, რომლის მეშვეობითაც შეგვიძლია დაუკავშირდეთ ჩვენს წინაპრებს, გარდაცვალებულებს და ავადმყოფებს. თავდაპირველად მე ვკითხავ მამაპაისის მესამე ტომს სულიერ ბრძოლას და ამ კვირის საკითხავებიდან მომეწონა ესეთი ფრაზა. თავდაპირველად კაცს არ სჯერა იმ ზრახვების, იმ ცუდი ზრახვების, როდესაც სასწაულს მოიმოქმედებს. ეს იმას ნიშნავს, რომ არ უნდა მივაქციოთ ზრახვებს ყურადღება და არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული ზრახვებზე. თულა მამაპაისის მეორე ტომს სულიერი გამოგვიცემის შესახებ. მძიმე პერიოდში, მძიმე დროში ყალიბდება ძლიერი ძმური ურთიერთობები და მამაპაისი ახსენებს ომის პერიოდს. ომის პერიოდში ის და ერთი ნახევარ ბატალიონის ჯარისკაცები ერთად ცხოვრობდნენ 2 წლის განმავლობაში და ამ დროის განმავლობაში ის და თავისი ჯარისკაცებთან ერთად ის უფრო დაახლოვდა და ისინი იყვნენ ძმებზე მეტად უფრო დაკავშირებულები ერთმანეთზე. მე ვკითხულობ იოსებ ბარტოპედელის ცხოვრებას და ის ესეთ რაღაცას გვასწავლის სხვათა დარიგების შესახებ. ჩვენ მამას დიდი გამოცდილება და სიბრძნე ჰქონდა, მაგრამ ამ ყველაფერს იმით მიაღწია, რომ ჯერ ყველაფერი თვითონ აღასრულდა, ხოლო ამის შემდეგ მიეცა სხვათა სწავლების ნიჭი. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა ჯერ თვითონ უნდა გააკეთოს რაღაცა, ხოლო ამის შემდეგ სხვა სასწავლოს. ჩვენ ხშირად სამწუხაროდ სხვას ისეთ რაღაცას გამოვაძლებთ საყვედურს, ან ისეთ რაღაცას ვასწავლით, რასაც ჩვენ თვითონ არ ავასრულებთ. მე ვკითხულობ მამაპაისი ათონელის მეოთხე ტომს ნებებსა და სათნოებებს და ამ კვირის საკითხავში მომეწონა ესეთი გამოთქმა. უდიდესი საქმეა, ოდესაც ადამიანი ხორციელად მაღალ საფეხურს მიაღწევს, მაგრამ სულიერად მაინც თავდაბალი დარჩება. ზოგადად ადამიანი დღევანდელ ცხოვრებაში, წუთის სოფელში მრავალ მიღწევებს აკეთებს თავისი შრომით და ღვთისმადლით, თუმცა მერე დროის გასვლის შემდგომ ადამიანს აუწყდება, რომ ეს ყველაფერი ღვთისწყალობით იყო და სწორედ ამიტომ ზოგჯერ უფალდი ღმერთი ჩვენი, უკან ამ ნიჭს, რაც მოგვანიჭა ის ძალა, ხშირად უკან იბრუნებს, იმიტომ რომ ადამიანი მრავალწუთაში არ ჩავარდეს ამ ამბარტავნებით. და მამაპაის ათონელმა ამ ყველაფერს ხაზი გაუცვა, რომ ადამიანი თავმდაბლობით, როდესაც მაღალ საფეხურს მიაღწევს, ძალიან კარგია. ერთი ასეთი გამოთქმა, ასეთი ისტორიაც მოუყვა, რომ თვითონ ერთ-ერთი წამლის გამომგონებელი ჩავიდეს სხვა ქვეყანაში თვითნავით და თვითონ ამ ადამიანს დარს უკრავდნენ. და როდესაც ეს კაცი ვერ მიხვდა ის უკრავდნენ და ეგონა რომ სხვას უკრავდნენ და დაუწყო ამას აშშე აკურა და როდესაც გაიგო რომ ამ კაცმა თვითონ ამ კაცს უკრავდნენ დარს. მე ძალიან დიდი გაყურებით იყურებოდა აქ-იქით. და სწორედ ამიტომ მე ხაზი გაუცვა იმას, რომ ექთნები, რომლებიც ამ კაცს მე გამოყენებულ წამლებს ამბარტავნებით უკეთებენ ადამიანებს, ეს ძალიან დიდი წოდვა იყო. მე ვკითხულობ მამაპაისის პირველ ტომს და ამ კვირის საკითხავებიდან მომეწონა ყველაზე მეტად ეს ეპიზოდი. მამაპაისი ათონელი გვიყვება და გვასწავლის წყევლის შესახებ და მით უმეტეს როგორი რთულია და როგორი ძლიერია შობლის წყევლა შვილისადმი. ერთხელ ფარასაში, საიდანაც მამაპაისი იყო, ცხოვრობდა ერთი ოჯახი, რომელსაც ძალიან მტირალი ბავშვი ჰყავდათ. მამა ვეღარ მოითმინა ამ ბავშვის ტირილი და უთხრა გაბრაზებით, რომ ეშმაკვა წაგიღოს. და მართლაც ეს ბავშვი გაქრა და როდესაც დედამისი შევიდა გაკურებული და შეშინებული გაიქცა ხაჯი ეფენდისთან, იგივე არსენ კაბადოკიელთან. და როდესაც მოვიდა წმინდა არსენ კაბადოკიელი, წაუკითხა ლოცვები და დაარიგა, რომ შეენანათ ცოდვები, მაგრამ როცა დაბრუნდა ბავშვი ეშმაკებისგან, მამის ისევ იმეორებდა იგივეს და ბავშვი ისევ ქრებოდა. მაგრამ ერთხელ როცა საბოლოოდ აღარ გაუკეთებიათ ეს ბავშვი გაიზარდა ძალიან ცფიერი და ხალხში სულ შუხს აგდებდა. სიტყვას ძალიან დიდი ძალა აქვს. სადაც უფალი მე ვკითხულობ წმინდა სერაფიმ სარაველის წიგნს და ამ კვირაში წაკითხულებიდან ყველაზე მეტად მომეწონა
ეს გამოთქმა, სადაც უფალია, იქ ბოროტება არა, ღვთისგან მომავალი ყველაფერი მშვიდობიანი და სასარგებლოა. და ადამიანი საკუთარი თავის განშტასა და თავდაბლოვამდე მიყავს. მე ვკითხულობ მამა პაისის წიგნს ნებები და სათნოებები. და ამ კვირაში მომეწონა ეს გამონათქვამი. მხოლოდ ის სათნოებაა ღირებული, რომელიც საკუთარი ნებით და არა იძულებით აღესრულება. ადამიანმა უნდა გაიაზროს და უნდა შეიცნოს, რომ სათნოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და უნდა იღვაწოს მის მოსახვეჭად. ღმერთს არ სჭირდება ჩვენი მოვალეობების აღსრულება, არამედ ეს თავად ჩვენ გვჭირდება. მე ვკითხულობ მამა პაისის მთაწმინდელის მეორე ტომს სულიერი გამოღვიძებას და ამ კვირის საკითხავებიდან გამოვარჩევდი ერთ-ერთ გამონათქვამს. სწორი სულიერი გზა ასეთია: დაივიწყე შენს მიერ გაკეთებული სიკეთე და გახსოვდეს ის სიკეთე, რაც სხვებმა გაგიკეთეს. ხოლო თანამედროვე ადამიანი ამ ყველაფერს პირიქით აკეთებს, ახსოვს მის მიერ გაკეთებული ის პატარა სიკეთე და ივიწყებს სხვის გაკეთებულ სიკეთეს. მე ვკითხულობ მამა პაისის მეოთხე ტომს და მომეწონა ეს გამონათქვამი. მამა პაისი ამბობს, რომ როგორც ოჯახური, ასე მონაზვნური ცხოვრება კურთხევდა ღვთისგან. ეს იმას ნიშნავს, რომ და მამა პაისი ასე განმარტავს, რომ ზოგიერთი ადამიანს ჰგონია, რომ რომელიმე გზა უფრო მეტად აცხონებს ადამიანს. მაგრამ ეს ასე არ არის. ორივე გზა კურთხეულია ღვთისგან და ორივე გზით შეუძლია ადამიანს სული გადაიჭრა. ერთ-ერთი უმთავრესი რა იცით, რომ შეგი ამ ყველაფერს ჩვენ კი ვსწავლობთ, აი კიდევაც დავიზეპირებთ, ზოგი წავიკითხეთ, მოგვეწონა, მაგრამ ჩვენ ზუსტად იმ მომენტში გავიხსენოთ ის ყველაფერი, რა დროსაც დაგვჭირდება. აი სიტყვაზე, რაც ახლა გიორგიმ განსასწრელი მოვიდა. იმ დროს უნდა გაიხსენო ეგ გამოთქმა და აი ამ წმინდა მამის ნათქვამა უნდა განუგეშოს და ძალა მოქცეს, რომ გადალახო ის განსასწრელი. სადღაც სიკეთეა საკეთები საკეთებელი, იქ უნდა გაიხსენო ის, როგორ უნდა აკეთოს სიკეთე, ხო? სადღაც რაღაც მოთმინება, ბავშვებს სათნოება მოიხვეჭო, შენი გადაწყვეტილებით, იქ რაღაც რთულ გზას შეეჩეხები. იქაც უნდა გახსოვდეს, რომ ეს ბუნებრივია, რომ სათნოება სხვანაირად ვერ მოიხვეჭო. ჩვენი ცხოვრების იმ სიტუაციაში გავიხსენოთ ის, რაც წავიკითხეთ და მოვისმენთ, თუ მარტო წავიკითხეთ, მოვყევით და დავივიწყეთ, არაფერს არ მოგცემს. როგორ ეწერა, წაღარ ვამბობდით, რომ ვინცო მოისმინოსო და აღასრულოსო, ის ემსგავსება კლდეზე აშენებულ სახლს. და კლდეზე აშენებული სახლი ის სულია, რომელიც მტკიცედ გადაიტანს იმ ყველაფერს. მე ვკითხულობ მამა გაბრიელის ცხოვრების შესახებ და ფრაზა რომელიც მომეწონა იყო ის, რომ ღმერთმა მოგვიტევა ჩვენი ცოდები და ახლა სიხარულის დრო, რადგან ანუ მამაოც გვეუბნება ხოლმე ჩვენ, რომ დააკვირდით თქვენ თავს აღსარების ჩაბარებამდე და აღსარების ჩაბარების შემდეგ თუ როგორი ბედნიერები ხართ მის აღსარების ჩაბარების შემდეგ. ზუსტად წმინდა პაისი ათონელის სიტყვები, აი სურათი გადაიღეთო აღსარებამდე და აღსარების შემდეგ. ეხლა აღსარებაში ის არის გულისხმობა, აი მაგალითად რა ვთქვა, აი სამარხო საჭმელი მეგონა და არა ყოფილა და აი რაღაცა ცოდვაში რო ჩავარდება, ჯვარი წერია ადამიანს და სული რო ასტკივდება და აღსარებას რო გულწრფელად იტყვის, მე ნახავს ხო, ოხელაში. მუგეში. ხა ისე მექანიკურ დონეზე რო აი რო არც ნანობდა, არც არაფერი გაწუხებს, ეგრე გინდა სურათი გადაიღე და გინდა ვიდეო, მაინც არაფერი არ შეიცვალა. მე ვკითხულობ მამა გაბრიელის სწავლებანს და მე მომეწონა ერთი ფრაზა, რომელიც თქვა მამა გაბრიელმა, რომ უფალი მაშინ ისმის ჩვენ ლოცვას, როდესაც ჩვენივე გვესმის ჩვენივე ლოცვის. ეს იმას ნიშნავს, რომ გულით უნდა ვილოცოთ და უფლამდე მიაღწევს ეს ლოცვა. მე ვკითხულობ წმინდა იოსების სიკასტის ცხოვრებას და ამ კვირაში საკითხულთაგან მომეწონა ეს გამონათქვამი. წმინდა მამები ადამიანის სულიერ მდგომარეობას წინსვლას სამოტყოფენ. ესაა განწმინდა, განათლება და სრულყოფილება. ადამიანი კი უნდა ეცადოს ამ წმინდა მამების ნათქვამი გამართლონ და მათ თავში ეს თვისება აღმოაჩინონ. მადლობა ჩემო ძვირფასებო ამ საინტერესო ამბების თხრობისთვის და მაყურებლებს კიდევ მომავალ შეხვედრამდე დავამშვიდობებით.